თქვენ უყურებთ კვიტოს არხს. დღეს მოგიყვებით კინოსიახლეებზე, უფრო მეტი სერიალია მართალია, მაგრამ ფილმებიც მაქვს მომზადებული. გამოიწერეთ კვიტოს არხი 1000-მდე ცოტა გამომწერი გამაკლია. დავი რაღაცა სპეშალსაც გავაკეთებ 1000-ზე. ისე ვიმყოფები სახურავზე. ძლიერი ქარია, ამიტომ კადრი თუ ცოტა იქანქარებს. გაითვალისწინეთ, რომ ოპერატორი აღარ მყავს, და არც მყავდა. ამიტომ ძალიან მკაცრებიც ნუ იქნებით. ჩემი ლურჯი მეგობარი ისევ აქ არის, რაც მაგონებს. ჭეხას მაგონებს, ჩემ ძმაკაც. ოღონდ ეს ლურჯია. მოდი დავარქვათ ჭეხა ბლუ. ოი. ალერგია მაქვს. არ გეგონოთ რომ ამ გაციებული ვარ. სიახლე რაც ეხა ყველაზე დიდი ფილმი გამოდის არის ტომ კრუზის შეუსრულებელი მისია 62-ე ეპიზოდი. შეუსრულებელი მისიას მე არ ველოდები, იმიტომ რომ გახდა უკვე ტომ კრუზის ტრუკების სერიალი. ანუ აღარ მაინტერესებს. ვიცი რომ ძალიან მაგარია, ვიცი რომ რაღაცაზე უნდა გადმოეკიდოს, ცეცხმოკიდებული ზვიგენის პროჭიდან უნდა გამოფრინდეს მოტოციკლეტით, ყველაზე მაღალი შენობიდან უნდა გადმოხტეს პარაშუტის გარეშე, პამპერსით. ხო და ჩემთვის ეგ უკვე აღარ არის საინტერესო. თუ რამე ეგეთის თანთების ყურება მომიდება, ჩავრთავ და უყურებ Red Bull-ის რეკლამებს, ან Red Bull-ის ეპიზოდებს. მე უფრო მაინტერესებს სიტყვაზე რა განვითარება იქნებოდა თვითონ პერსონაჟს Ethan Hawke ქვია მე მგონი. ვიდრე ის რომ ტომ კრუზი ეხა რაღაცა თან სანამ ფილმი გამოვა, უკვე behind scenes განახებენ, რაც უკვე პირდაპირ მიკრობს მოლოდინის განცდას. ხო და ძალიან გული მწყდება ისევ ტომ კრუზე, რომ თავის სამსახიობო ოსტატობა დაიკიდა და კასკადიორი გახდა ვიდრე მსახიობი. გარდა პირველი სერია ძალიან მიყვარს. აი მანდ ნამდვილად ფილმია და სიუჟეტია და რაღაც საინტერესო განვითარებებია. ნუ ბოლოს სცენა იქ მატარებელზე რო არის, მაგას თუ არ ჩავთვლით, ზიანობაში ფილმი ძალიან საინტერესოა. დეტექტივები ვისაც გიყვართ, ორი სერიალი გამოდის. ორივე არის HBO-ს. ერთი არის Mark Ruffalo, სადაც თამაშობს. სერიალს ქვია, მინი სერიალს Task. Mark Ruffalo მანამდე გვყავს ნანახი დეტექტივის ამპლუაში. ერთი არის Collateral, შეიძლება ბევრს არ გახსოვდეთ, მაგრამ ძალიან მაგრად თამაშობს და მეორე არის Zodiac-ში. ორივეგან ძალიან კარგად გაართვა თავი და ვფიქრობ, რომ Mark Ruffalo არის საკმაოდ დაუფასებელი მსახიობი. თან შემქმნელები არიან Mayor of Easttown, თუ გაქვთ ნანახი, ეგეც ძალიან საინტერესო მინი-სერიალი დეტექტივია, სადაც მთავარ როლში Kate Winslet-ი თამაშობს და აუცილებლად ნახეთ ეგეც. მეორე დეტექტივი არის Untamed. ერიკ ბანა თამაშობს, სერიალია ესეც, რეკრეაციო ზონაში იპოვიან გვამს და მიდის ამ გვამის გარშემო გამოძიება. ხოთა შორის ორივე ჰალკია, ეხა გავიაზე, რომ ორივე საქვს ჰალკი ნათამაშები და ორივე ეხა დეტექტივს თამაშობს. კიდე გამოდის ერთი ძალიან საინტერესო სერიალი, Alien Earth. როგორც მივხვდი ტრეილერით, სათაურითაც ეს უცხო პლანეტელი დედამიწაზე იჩითება. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი არის ტიმოთი ოლიფანტი. საკმაოდ საინტერესო მსახიობია და მე მგონია რომ კარგი მისტიკა, ჰორორი, რაღაცა თრილერი იქნება. კიდე ერთი საინტერესო თრილერი ფილმი გამოდის. ჯულიან მური და სიდნი სვინი თამაშობენ. სახელი დამავიწყდა, იმიტომ რომ ტელეფონი დამიჯდა და რაც ჩაწერილი მქონდა აქ. მევასება ტიპები რო იძახიან, რომ აი მე ყავის გარეშე ვერ ვიღვიძებ და ვერ ვძლიერდები და რო ფიქრობ, რომ აუ ალბათ ეს ისე ძლიერ ყავებს, პირდაპირ კოლუმბიური ყავის მარცვლებს იხრის უმად პეშვით და მერე დუღარე წყალს აყოლებს და მერე გახედავ და რაღაცა მაკოფეს სამი ერთში ყავას და რატო გვატყუებ დალიერა წყალი ბევრად უფრო სასარგებლოა და თან მართლა აფხიზლებს და მართლა გაღვიძებს. კრისტიან ბეილი, ჩემი საყვარელი კრისტიან ბეილი და ნიკოლას კეიჯი, ეგეც ჩემი საყვარელი გაერთიანდნენ ფილმის გარშემო სახელწოდებით Madden. ეს არის ნამდვილ ამბავზე ბიოგრაფიული ფილმი იქნება. ყოფილი ამერიკელი ფეხბურთელი ჩაპაძელნიკდება მაშინდროინდელ ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ პროგრამისტთან და შექმნიან პირველ სპორტულ თამაშს ამერიკულ ფეხბურთზე. ანუ რა ვიცი ხა, ესე
სინოფსისით არაფერი საინტერესო არ არის ჩემთვის, იმიტომ რომ არც ამერიკული ფეხბურთი მაინტერესებს, მაგრამ წარმატებული ბიზნესები და წარმატებული ისტორიები ყოველთვის მევასება, თან მით უმეტეს ესეთი დედის გლეჯავი მსახიობები როცა ერთად იქნებიან, უკვე მაგარია. ნუ სუპერმენი გამოდის და უკვე კინოთეატრებშიც იქნება მალე, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს. ვისაც გიყვართ კომიქსები, მე ზოგადად სუპერმენი თვითონ გმირი პერსონაჟი საერთოდ არ მაინტერესებს და არც არასდროს არ მაინტერესებდა ბავშვობაშიც კი. ერთადერთი მიყვარდა რაღაცა მულტფილმი გადიოდა ადრე, ნუ აი 3 წუთი თუ მივუსწრებდი ხოლმე Batman vs Superman და მანდ მიყვარდა რომ ბეტმენი ერთ-ერთ ორთა ბრძოლაში ამარცხებს სუპერმენს და ძალიან მომწონდა. მაგის გამო ველოდებოდი მე ზაკ სნაიდერის Batman vs Superman-ს, რომელმაც ძალიან დიდი იმედები გამიცრუა და ზოგადად ზაკ სნაიდერი მგონია რომ საშილად overrated რეჟისორია და მაგას ტილშიც ვეთქვი. ეხა ზაკ სნაიდერს რო ღია წერილი დაუწერო. როგორც ჩვენი სუპერ პოლიტიკოსები აკეთებენ ღია წერილებს რო უწერენ Facebook სტატუსებად. მე კიდე მევასება ბიპოლარულობას რო არქმევენ ყველაფერს, რომ აი მე ცვალებადი ხასიათი მაქვს არა და უბრალოდ პროჭირო არის და აი ემოციური ინტელექტი რო დაბალი აქვს. არ არის ეგ ბიპოლარულობის ბრალი, ჩემო მეგობარო. მინდა რომ პირდაპირ გახალოს სიმართლე, შენ უბრალოდ ცუდი ადამიანი ხარ. ალბათ გაინტერესებთ რატომ მიჩანს ჯიბიდან ეს მწვანე ფოთლები. სიამოვნებაში ეს ფოთლები არ არის, ეს არის ხახვი. ხახვი რატომ აქვს წამოღებული? იმიტომ რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სპონსორია მარილი. პიჟონური მარილი, ვარდისფერი მარილი რო არის, მე მაგას პიჟონური მარილი. მიირთვი, გემრიელად, თუ არ გიყვარს მარილი. არ ვიცი. მაშინ შეიწვი ბოტასი და ეგჭამე. ისე მარილი მართლა რა მაგარი რაღაცა არის. მაგის გარეშე არც ერთ საჭმელს გემო არ აქვს. მე დაჟე ისე გავრეკე რომ ნაყინსაც მარილს ვაყრენ. მაგარ რეცეპტს გასწავლით. თქვენი საყვარელი ნაყინი აიღეთ. მე მაგალითად მიყვარს კრემ ბრიულე, ან ვანილის ნაყინი. მანამდე ვხალავ ქართულ მიწის თხილს. ზედ ვაყრი, სულ ცოტა მარილი და იდეალურია. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ აი ეგეთი სანაყინე უნდა გააკეთო რა. ერთი ნაყინი უნდა იყოს. არანაირი არჩევანი, ბანანის იქ რაღაცა საროჭკის არომატით, არაფერი. მარტო უნდა ქონდეს ერთი. მე გავაკეთებდი ეგეთ სანაყინეს. კრემ ბრიულე მიწის თხილით და მარილით. მორჩა იქ რომ მოვიდო და ვიღაცა აუ მე მიწის თხილის გარეშე ვჭამ, მიბძანდი სხვაგან. ხოდ ერთი. და ეგეთი სახინკლეც უნდა გაკეთდეს ბისტრო. რო შედიხარ და 5 წუთში ეგრევე მაგიდაზე რო გიყრია, ორი რაღაცა უნდა ქონდეს მარტო. ხინკალი არც რაღაცა ხინკალში არჩევანიც არ უნდა გააკეთებინო, მთიულური მინდა, ქალაქური მინდა, არა, მთიულური ხინკალი, ნაღდი, პილპილი და ლუდი და ლიმონადი. всё, მეტი არაფერი. აი ეგ იქნებოდა ჩემი აზრით იდეალური სასადილო. ხშირად დასმული კითხვები. სად უყურებ ფილმებსო? არ ვიცი YouTube-ზე რამდენად შეიძლება ამის გაჟღერება, მაგრამ Yandex რუზე ვწერ, ვიცი რუსულია, მაგრამ რაღაცაში ხო შეიძლება მეც გამოვიყენო ეგენი. მე იქ წერ ფილმის სათაურს watch online და იქ რამოდენიმე რავი ერთი 8 საიტია, სადაც შეგიძლია უყურო ცოტათი წვალებით, მაგრამ შეგიძლია უყურო რა ერთი 4 რეკლამას გაუძლებ და ეგ არის. ოღონდ ინგლისურად და რუსულად, ქართულად არ ვიცი სად უნდა უყუროთ. პირად მეკითხებიან ხოლმე ფრანგული და ანუ ევროპული ფილმები თუ გიყვარსო. მე ძალიან მიყვარდა ადრე და ძველი ფრანგული და ძველი იტალიური ფილმები ეხაც მიყვარს. უბრალოდ რაც დრო გავიდა, ეს ყველა ნიჭიერი ხალხი რახან ჰოლივუდში წავიდნენ, იქ დარჩნენ მეტნაკლებად უნიჭო სასტავი. ან დაბალ ბიუჯეტიან, ეხა დაბალ ბიუჯეტს მე არასდროს არ ვაბრალებ, რომ კინო არ გამოვიდა. კინო თუ გინდა, შეგიძლია 2 კამერითაც გადაიღო. ხო და ეს ფრანგები სულ გაგიჟდნენ რაღაცა ძალიან გარყვნილობაში გადაიზარდნენ. სულ ერთი და იგივე სიუჟეტია, რომ უფროს ქალს უყვარდება არასრულწლოვანი ბიჭი. ან პირიქით, უფროს კაცს უყვარდება არასრულწლოვანი გოგო და აი ეს თემა ტკეპნიან და თითიდან წოვენ და აი აღარ შემიძლია ამის ყურება ნამდვილად. მაგიტომ აღარ მევასება ევროპული ფილმები და აი რამოდენიმე მსახიობი
რომელიც რაც არ უნდა მაგარ ფილმში გაიშიტოს, ვერ უყურებ. ეგეთი არის მაგალითად ედრიან ბროუდი. კი ვიცი რომ კარგი მსახიობია, ძალიან ნიჭიერია, ბევრ ნაგავ ფილმშიც აქვს ნათამაშები, 1-3-4 კარგი ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ საერთო ჯამში ეგ ტიპი არ მევასება. თან აეხა ბოლოს ოსკარებზე რაც გააკეთა, მაგის მერე დაურწმუნდი და კარგი არგუმენტი მაქვს, რატომაც არ მევასება. ზედმეტად ნარცისია, თავის თავზე შეყვარებული და აი რაღაცნაირად აი არასასიამოვნო ტიპი არის. მაგრამ ისევ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია. ხშირად მეკითხებიან ულიმიტო ბიუჯეტი რომ გქონდეს, რა ფილმს გადაიღებდიო? მე გადავიღებდი პარაზიტის ქართულ ვერსიას. ოღონდ აქ რა ხდება? პოლიტიკოსები, ეს კოლ-ცენტრის სასტავი და აი ენდერა და ეგეთი აი ორ წამში გამდიდრებული ტიპები მიდიან კრუიზით სადღაც დასასვენებლად. ეს კრუიზი იძირება და ძალიან საინტერესო საყურებელი იქნებოდა, როგორ ცდილობენ ეს იდიოტები გადარჩენას თავიანთი პლასმასის ცოლებთან და ქმრებთან ერთად. ძალიან სიამოვნებით უყურებდი მაგას. კარგი სატირა გამოვიდოდა და თან საინტერესო თემებსაც გავშლიდი. ძალიან მომწონს ქართული იუთუბერები. აქამდე არ მქონდა ესე კარგად დამუღამებული და ბევრი არც მქონდა ნანახი, რაც 1-2 თუ უყურებდი, ძირითადად უცხოერებს ვეჯექი და რაც მეც YouTube-ზე გადმოვედი, ახლა ჯერ ჩემ თავს YouTubers ვერ დავარქმევ ნახდათ, მაგრამ ამ პლატფორმას ახლა ვიყენებ. გავაკეთე რისერჩი და ქართველი YouTuberები ყოჩაღ, რანუ 1-2 დაკლებულის გარდა გამოვარჩევდი, ძალიან მომწონს. ურშაბათოვა. მახარა ძალიან ნიჭიერია. სერიალებიც საკმაოდ საინტერესოა და თუ გავითვალისწინებთ რა დაბალი ბიუჯეტითაც და რანაირი რესურსებითაც აკეთებენ, მაგალითად კეთილები, კი არ არის ჩემი სტილის იუმორი, მაგრამ უნიჭიერესი ხალხია. კიდე პოდკასტებია ძალიან საინტერესო, მე სხვათა შორის დავამუღამე Red Line ესე ქვია. თუ არ ვხვდები, ყოფილი ჟურნალისტები არიან თუ აქტიური ჟურნალისტების პოდკასტია და ძალიან ესე სიღრმისეულად და კრიტიკულად უძგებიან დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მოყავთ ძალიან საინტერესო სტუმრები. კიდე ძალიან მაგარი არის პროექტი 64. მაკა ანთიძის საავტორო გადაცემა არის და ძალიან საინტერესოა. ავტორიტარულ ქვეყნებზე და პოლიტიკოსებზე და დიქტატორებზე აკეთებს ეპიზოდებს. დიდი პატივისცემა ყველას. არ ჩამოთვლი ბევრია კიდე ახლა არ მახსენდება სახელები და არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს. ეს უბრალოდ რამოდენიმე ვახსენე, რაც პირველი ამომიტივტივდა თავში. ხშირად დასმული კითხვების სპონსორია სათვალეების ქსელი თვალსაცმელი. ჩააცვი შენ თვალებსაც. არ შეგცივდეს. სუკავკიშ. გეიმი კონტენტი მაქვს მოკლედ ერთი ძალიან საინტერესო დაგეგმილი და მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ხა YouTube-ზე დავაგდებ მაგასაც მალე და მხიარული გასართობი კონტენტი შეემატება ჩემ არხს. წინასწარ ჯერ მაინც არაფერს არ გეტყვით. უბრალოდ ესე მონახას გეუბნები. აბა დროებით. რუსეთს რა.